და რაც შეეხება ქალბატონ მზიას ბატონო მაგოთი შეიძლება დავამატე მზიასთან და ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან ითხოვს მისი მეგობრები ითხოვენ შეხვედრას მათ შორის ჟურნალისტი ეთერ თურაძე ბათუმელობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თუ იქნება ამ მიმართულებით მზაობა თქვენი მხრიდან ამაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა თავისი კონკრეტული გადაწყვეტილება თავისი პირობით და მე იმას ვერაფერს დავამატებ მაგრამ რაც შეეხება ქალბატონ მზიას ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის სოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი მოუწოდებენ. მოუწოდონ რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოდი ახლა პოზიტიური შედეგები დასრულება მისი შიმშილობა, თქვენ რა სელოდებით, ანუ შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ. თქვენ საიდან ხართ ბოდიში? ახლა ინტერპრეს ნიუსი ბოლომდე განსტამბოლებს გასაგებია თქვენი კითხვა უკაცრავად თქვენ არ გეხებათ პირადად შეიძლება თქვენ არ იყოთ ნაცი. ნახეთ, ამიტომ დამამთავრებინეთ წეგან აზრი გამიწყდა და თავი დამიტყვი. თქვენ რადგან შემაწყვეტინეთ მაგის გამო. მოკლედ, გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მე დეპუტატებმა ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, აი წარმოვიდგინეთ რა ამბავს ატეხნენ. მათ თქვეს რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი და დღევანდელობის პარადოქსია ის რომ არ ვიცი 10 ნაციდან 9 ალბათ მინიმუმ მის სიკვდილს ფიქრობს და ოცნებობს. და სუბიექტურად ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული кейსის, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში. სუბიექტურადაც კი, მაგრამ ადამიანურად ყველაფერი გასაგებია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ახლა ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას. ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას, კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა 1 საათის თუ რაღაცამდენი წუთის თუ 2 საათის გამოშვებული ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკი დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა. სიცრუეა რო ამბობდით. პოლიციას გაარტყა სილა დემონსტრაციულად კამერების თანდასწრებით. რატომ? ერთადერთი მიზნით რომ შეილახოს პოლიციის და პოლიციელის რეპუტაცია, პოლიციის უფრო სპეციალად ამიტომ დაარტყა ხელი და ამიტომ ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ტრენინგებზე ასწავლიან ამას რომ მაღალჩინოსაც რომ მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებაში არსებულ ადამიანებთან მართლაც გმირ ვიღაცებს უჭირთ ამ სიტყვის გამოეორება ბოლო დროს რაღაც. გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია მათ ხელმძღვანელს. და ჩამოშალონ ასე სახელმწიფო. ამ სპეციალურად იბრძვიან და უშუალო ამსრულებელი ამ სიბინძურის იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახდათ ქალბატონი მზია ამაღლობელი. და ეხლა შიმშილობა რომ უნდა დააძალონ ნაცებმა და იქნებ მოკვდეს რამენაირად და გამოვიყენოთ ეს ამბავიო, ეს მათი გეგმის ნაწილია. და უნდა განვასხვაოთ გმირი და გარედავალების შემსრულებელი, ანუ უშუალო ამსრულებელი ერთმანეთისგან. ახლა თუ ქალბატონი მზია ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა და აზრზე არ იყო რაც კადრულობდა, მაშინ წარმოდგენა არ ქონია არ ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე, არაფერზე წარმოდგენა არ ქონია. ორი ვარიანტია. ან განზრახ მოქმედებდა უშუალო დავალებით, ან უბრალოდ ისე წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად და წარმოდგენა, ანუ ვერც ათვითცნობიერებდა, რას აკეთებდა, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. რომელიც ერთის და მეორეც არის მავნებლობა.
მაგრამ რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კიდევ უფრო მავნებლები და მეტი დამნაშავეები შეიძლება იყვნენ, იხდიდნენ სასჯელს და ნებისმიერმა მათგანმა ხამ შიმშილობა რომ დაიწყოს, სახელმწიფო ამას სამწუხაროდ ვერ დაექვემდებარება დიდი ბოდიში, რომ ამაზე ასე ხისტად მიწევს საუბარი, იმიტომ რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფოს ჩამოშლისთვის აუცილებელ პირობებს დაგიდებენ ეგერ ხელისგულზე, პოლიციის უფროსებს ქსილას გააწნავენ, მერე იშიმშილებენ და თურმე უნდა გამოუშვან. დახკვეთის ღონისძიების მიზნებზე რომ ლაპარაკობენ ცალკე. მე ვსპერო კარგად მესმის, იცით თქვენ, ჩემი პროფესიიდან და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. 1 საათის გათავისუფლებული არ იყო ადამიანი ადმინისტრაციულ ნაცვლად სისხლის სამართლის დანაშაულით ჩაედინა, რომელი დახკვეთის ღონისძიების მიზნებზე აპელირებენ და ცალკე ვიღაცებს აბრუებენ.